საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, თუმცა ის, რასაც ჩვენ ვკითხულობთ მაკა ბოჭორიშვილის უწყების ვებგვერდზე, ეს არის უფრო ინფორმაციული ხასიათის წერილი, სადაც უწყება საუბრობს გაეროს განცხადების შინაარსზე, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომს და დაგმობას რუსეთის ქმედებებისა. თუმცა, რაც შეეხება რუსეთის მიერ ამჯერადაც მაქებარ განცხადებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებას ამჯერადაც არ გამოხმაურებია საგარეო საქმეთა სამინისტრო და მაკა ბოჭორიშვილის გარდა არაფერი უთქვამ საქართველოს ელჩს გაეროში. რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განცხადება კი ფაქტობრივად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და კიდევ ერთხელ აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, რადგან დმიტრი პოლიანსკი ამჯერადაც საუბრობს ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობაზე საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ისევ ითხოვს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარებას და ამბობს, რომ მათ შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების დადება იქნებოდა ამ ნორმალიზების გარანტია. ამ ხელშეკრულების დადების შემთხვევაში კი ბუნებრივია კონფლიქტის მეორე მხარედ იგულისხმება ცხინვალი და აფხაზეთი, ანუ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება არის რუსეთის ინტერესი. განცხადებაში, რომელიც რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა, ასევე საუბარია ქართული ოცნების პოლიტიკაზე, დაგმობილია დასავლეთის პოლიტიკა და როგორც მოსალოდნელი იყო ის, რაც ითქვა ომთან დაკავშირებით, ერთ-ერთი არის ბუნებრივია რუსეთის ინტერესი და ასევე ემთხვევა ქართული ოცნების პოლიტიკას, ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში, არ იქნება ქართული აუდიტორიისთვის უცხო, რადგან იმავეს ვისმენთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, არც არის ამ მიმართულებით ალბათ გასაკვირი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის წარმომადგენლის განცხადება არ დაუგმია. რუსეთის სავაჭრო ბრუნვა საქართველოსთან $2.5 მილიარდ შეადგენს. ჩვენ ვართ საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი. ასევე გასულ წელს 1.5 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია საქართველოს. ასე რომ ეს მოწმობს ჩვენი ორივე ერის აბსოლუტურად მკაფიო სურვილს აღადგინონ ორმხრივი კავშირები და ნორმალიზდეს ურთიერთობები. თუმცა რა თქმა უნდა არიან ისეთების, ვისაც არ აინტერესებს ასეთი სცენარი. ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინასთან წარმატებას მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ხელმძღვანელობას აღმოაჩნდა საკმარისი სიბრძნე უარი ეთქვა ისეთ მავნე სცენარზე, რომელიც ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ ასვენებს. ისინი ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა იმავე ტრაგედიაში ჩააგდონ ეს ქვეყანა, რომელშიც უკვე ჩააგდეს უკრაინა. სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი უსაფრთხოების კლიმატის შექმნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამ ქვეყანას, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები ნორმალიზდეს. ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ინიციატივა პრობლემულ რეგიონში ვითარების დასტაბილურების გარანტიაა. ამ ამბავში ასევე საგულისხმოა და ნიშანდობლივი ის, რომ განცხადება, რომელიც გააკეთა შემდგომ უკვე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, ამ განცხადებას არ შეუერთდა შეერთებული შტატები და ეს პირველად ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. როგორც წესი, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყოველწლიურად განიხილება აგვისტოს ომი. ყოველწლიურად პარტნიორები შეერთებული შტატებიდან თუ ევროკავშირიდან გმობენ რუსეთის ქმედებებს და მას მოუწოდებენ, რომ ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან, თუმცა ამჯერად განცხადება, რომელიც გაკეთდა, არ ეკუთვნის შეერთებულ შტატებს, უпростоრად შეერთებული შტატების წარმომადგენელი არ უერთდება ამ განცხადებას. სლოვენიის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ საუბრობს რამდენიმე ქვეყნის სახელით, მათ შორის არის დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო და მომავალი წევრი ლატვია. ამ ჩამონათვალში არ არის შეერთებული შტატები და არც ამ ფაქტზე გვინახავს ჩვენ ქართული ოცნების გამოხმაურება. შეიძლება ეს ახსნათ იმით, რომ გასული წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, თუმცა ბუნებრივია არ ვიცით რეალური მიზეზი და არ ვიცით რის გამო მოხდა ასეთი რამ 17 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად. 17 years have passed.
17 წელი გავიდა რუსეთის აგრესიიდან და შემდგომში მისი უკანონო სამხედრო ყოფნიდან საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ გვიჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული დამოკიდებულების დასაწყისი მისი მეზობლების მიმართ. რუსეთმა გააგრძელა ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ უმიზეზო და გაუმართლებელი აგრესიით. ჩვენ მტკიცედ ვადესტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში. ვგუმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას, რაც ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიას, ასევე ფაქტობრივი კონტროლის განხორციელებას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ. ვიმეორებთ ჩვენს 17 წლის წინანდელ მოწოდებას რუსეთის მიმართ გააუქმოს ორი ქართული რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომა და მის შემდეგ გაკეთებული განცხადებები უკვე 2 წელია არის აქტიურად განხილვის საგანი. თუ კი გავიხსენებთ, შარშანაც დმიტრი პოლიანსკი, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, უშიშროების საბჭოს ხდომაზე მივიდა ქართული ოცნების პოლიცსაბჭოს განცხადებით. ის გულის ჯიბეში ატარებდა პოლიცსაბჭოს განცხადებას და მედიასთან როცა თავს იმართლებდა აგვისტოს ომში, მან სწორედ ქართული ოცნების სიტყვები გამოიყენა, სადაც ქართული ოცნება წერდა, რომ ეს იყო სააკაშვილის მიერ წარმოებული ომი, რომელიც იყო დაკვეთა დასავლეთისა და მაშინ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ ამ ნარატივით ბუნებრივია მისცა არგუმენტი რუსეთის წარმომადგენელს, რომ უშიშროების საბჭოს ხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ გაევრცელებინა საკუთარი პოზიცია და თავი ემართლებინა აგვისტოს ომში 1 წლის წინ, როცა ამის შესახებ ჩვენ კითხვებს ვამდით ირაკლი კობახიძესთან, მერე რა ეს იყო პასუხი პრემიერ-მინისტრის მხრიდან, მერე რა თუ მათ განცხადებას რუსეთი იყენებს თავისი ინტერესების შესაბამისად. წელს უკვე აქებს რუსეთი ქართულ ოცნებას, ვნახოთ რა გამოხმაურება შეიძლება მოჰყვეს ამას ქართული ოცნების მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამოხმაურებია ასევე ფაქტს, რომ წლევანდელ მხარდამჭერ განცხადებას შეერთებული შტატები ისტორიაში პირველად არ შეუერთდა.